1907 წლის 30 აგვისტოს წიწამურში საუკუნის ტრაგედია დატრიალდა. ილია ჭავჭავაძეს ესრულეს. მკვლელები დაქირავებულნი იყვნენ. გადმოცემით თუ მოწმეთა ჩვენებებით სამწუხაროდ ბოლომდე დადგენილი არ არის ნამდვილი მკვლელის ვინაობა. ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ილიას მკვლელობა განზრახული ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს, რადგან ილია გმობდა მათ პოლიტიკურ გზას და ხალხში უსაზღვროდ პოპულარული იყო. საბჭოთა პერიოდში გამოძიებამ დაასკვნა, რომ მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია ჩართულნი იყვნენ ამ მკვლელობაში. ილია მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად ეტლით მიემგზავრებოდა თბილისიდან საგურამოში. წიწამურთან გიგლა ბერბიჭაშვილის ბანდა, გიორგი ხიზანიშვილი, პავლე აფციაური, ივანე ინაშვილი და ვინმე იმერელი, ყველაზე გავრცელებული ვერსიით სერგო ორჯონიკიძე დახვედრია. იარაღი მიუშვერიათ და ეტლის შეჩერება უბრძანებიათ. ილია ფეხზე წამომდგარა, ილია ვარ, არ მესროლოთო, ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა გესროლოთო. მიუხლია ბერბიჭაშვილს და თოფსაც დაუკუხია. ილია ეტლიდან გადმოვარდა. თავდამსხმელებმა სასტიკად სცემეს ოლღა გურამიშვილი. სახე და ჩეჩხვილი იქვე მიაგდეს და გაიქცნენ. თურმე სანამ ილიას მოკლავდნენ, ქართველებისგან სასიკვდილოდ განწირულ მეუღლეს წიწამურთან შემდეგი სიტყვებით გადაეფარა. კაც ნუ მომიკლავთ, მე მომკალი თქვენ ურჯულოებო, ეს ქვეყანას სჭირდება. 1907 წლის სისხლიანი 30 აგვისტო იდგა.